გიავოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ქართული ოცნების წევრი და საარჩევნო სიის დელეგატი გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ბატონ გიორგი, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. მოდი საუბარი რამდენიმე მთავარი თემიდან დავიწყოთ. ეუთო ოდირის შუალედური ანგარიშის შეფასებით, რა აჩვენა ამ დასკვნამ. როგორი იკითხება ის ტექსტი, რითაც დოკუმენტი აღწერს საარჩევნო გარემოს, ერთი მხრივ 7 გარემოზეა ხაზგასმა და მეორე მხრივ პოლარიზების ფონის აღნიშვნა. ეს რა დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა? არის თუ არა ეს ცალკეული შენიშვნები ისეთი, რაც ეჭქვეშ დააყენებდა წინა საარჩევნო პროცესის სამართლიანობას? მოგესალმებით, რასაკვირველია, კარგი შეკითხვა იყო რა, როგორ იკითხება ეს შეფასება. პირდაპირ იკითხება ისე, რომ ზუსტად ისეთია მდგომარეობა, როგორც აღწერილია 7 გარემო, მაგრამ პოლარიზების მაღალი დონე. პოლარიზების მაღალი დონე აღნიშნულა ყველა ქვეყანაში, ევროპულ დემოკრატიებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც არჩევნები იმართებოდა გინდა საპრეზიდენტო, სენატის თუ კონგრესის. მაგრამ მთავარია, რომ ეს პოლარიზება არ გადაიზარდოს იმ სცენარში, რომელსაც დიდი ხანია გეგმავენ ჩვენი ოპონენტები რადიკალური ოპოზიციიდან. ეს სიტყვაც რადიკალური ოპოზიცია უკვე გაცვდა და მე ვფიქრობ, ეს არის არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ შეთქმულთა ჯგუფი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ყველაფრის მოლოდინია სწორი შეფასება, რაც გაკეთდა პრემიერ-მინისტრის მიერ და ეს არ არის პრემიერ-მინისტრის ჩემი ან ნებისმიერი ჩვენი გუნდის წევრის აზრი. საზოგადოება ხედავს, რომ ამ მიმართულებით გამოცდილება გააჩნია დესტაბილიზაციის მცველობა, ეს დესტრუქცია, საბოტაჟი არის თემა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ყოველთვის დღის წესრიგში იდგა, განსაკუთრებით 2019 წლიდან მოყოლებული. კი, ბატონო, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც თქვენი გუნდის წევრების თქმით, მისიის ინფორმირების მიუხედავად ამ ანგარიში არ ასახულა. მაგალითად, გუშინ ბრიფინგზე არჩილ გორდულაძემ ახსენა რამდენიმე ასეთი ფაქტი. ეს არის გარეჩარევების ფონი, სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკური მიკერძოებულობა და ცალკეული ოპოზიციური პარტიების უარი, ხელი მოეწერა ცესკოს მიერ შეთავაზებულ ეთიკის კოდექსზე. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოხდა ეს ფაქტები შუალედურ ანგარიში, დროში ვერ მოესწრო ასახვა და გაქვთ მოლოდინი, რომ საბოლოო ანგარიში აისახება, თუ არ მიიჩნიეს დაუშვათ მისიის წარმომადგენლება ყურადსაღებ ფაქტებად? პირველ რიგში, ეხლა წარმომადგენლებს ჯერჯერობით ნურაფერს დავაბრალებთ, იმიტომ რომ შეფასებები საკმაოდ ისეთია, პოზიტიურია, რაც რეალობას ასახავს, უბრალოდ ამ რეალობას გვერდს ვერ აუვლიდა. ცესკოსთან დაკავშირებით საგანგებო ანალიზი შეიძლება გაკეთდეს საგანგებოს, იმიტომ ამბობ, რომ ამის უკან, როგორც თქვენ პირველ შეკითხვაში აღნიშნეთ, რიგი პროცესების მიმდინარეობს. პირველ რიგში ის, რომ შემოთავაზება ქონდა ასეთი, რომ დაგვეჯერებინა რადიკალური ოპოზიციისთვის და ვინაიდან ყველა მიცის, რომ ელექტრონული არჩევნები ვერ ყალბდება, ასეთი სურვილიც რომ ვინმეს ქონდეს, თუმცა ასეთი სურვილი არ ყოფილა, ჩაურთავ. რომ შემოთავაზება მიგვიღო რადიკალური ოპოზიციისაგან და თითქოს და ამას შეიძლება დაეწყნარებინა სიტუაცია და მივსულიყავით საერთო რაღაც პოზიციამდე, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ადამიანთა ჯგუფი ვინც ცესკოშია, რომელთა საქმიანობა უმაღლეს დონეზეა შეფასებული ყველა კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ, რომელიც არანაირად არ განეკუთვნება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მით უმეტეს კუთვნილებით ან ინტერესით დარჩენილიყო და არ გაგვეკეთებინა არჩევანი იმაზე, რაც შემოგთავაზეს. ასე რომ აი ხალხს ჩვენ ხედავთ, ჩვენი არგუმენტი ის იყო, რომ საბოტაჟი არის თემა. როდესაც თავმჯდომარე არის ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან, ვერ გააყალბებს არჩევნებს, რასაკვირველია, მაგრამ შეუძლია ისეთი სიტუაცია შექმნას, რასაც საბოტაჟი, არამედ უფრო მეტი ქვია და წინა პირობები შეექმნა კვლავ რადიკალური პროცესების განვითარებისთვის. მაგალითად ეთქვა, რომ გადავდექი, იმიტომ რომ რაღაც არ მოგწონს. ან გამოსულიყო რაღაც განცხადებით, რომელიც არ შეესაბამება რეალობას. ეს მათი მახასიათებელია, მათი ხელწერაა და მე არ ვფიქრობ, რომ
მოვიქეცით რაღაცა არაკონსტრუქციულად. CSGO იქნება მთავარი შეტევის საგანი, უკაცრავად სამიზნე და ამას ჩვენ ხედავთ უკვე დიდი ხანია. CSGO-ს მიმართ შეტევა ნიშნავს განზრახვას, რომ არჩევნები შეფასდეს მიკერძოებულად, თუმცა ეს ელექტრონული არჩევნები ძალიან ბევრ მათ გეგმას დაუპირისპირდება. ამ ზრახვებზე რომ სამიზნე იყოს CSGO, დღესაც ისაუბროთ CSGO-ს თავმჯდომარე ფიქსზე და ის რამდენიმე წუთში იქნება ჩვენი სტუდიის სტუმარი, მაგრამ აი ამ ზრახვები და მიზნები ბატონგია, რაზეც ხშირად საუბრობს ხელისუფლება და თქვენც აღნიშნეთ ახლა ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომ ეს პოლარიზება, რაც არის აღნიშნული უთოს ანგარიში, მთავარია არ გადაიზარდოს იმ სცენარში, რასაც გეგმავენ რადიკალებიო. აი ჩვენ მიერ ნახსენებამ შუალედურ ანგარიში ნახსენები, ასე ვთქვათ, CSGO-ს საქმიანობის დადებითი შეფასება. ასევე გავიხსენებდი მაგალითად ამერიკის ელჩის მიერ რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ნახსენებ ფრაგმენტს, რომ მან დადებითად მოიხსენია CSGO-ს და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა. აი ცენტრალური საარჩევნო საქმიანობის დადებით კონტექსტში წარმოჩენა, როგორ ფიქრობთ, რა ტიპის ნიადაგს შეიძლება უქმნიდეს ამ შესაძლო რევოლუციურ სცენარებს არჩევნების შემდეგ? არაფერი ამ პირიქით მე მგონი სერიოზული გაწმილებაა იმ ადამიანებისა, ვინც სხვა ინსტრუქციით მოქმედებენ და დღეს ფიქრობენ, რომ გააფთრებული შეტევა CSGO-ზე არის ერთადერთი ბერკეტი, რომელთაც შეიძლება რაღაც გავლენა მოახდინონ ახალგაზრდებზე, მათ ენთუზიაზმზე, უკაცრავად წყალებში, რომ გარეთ გამოვიდნენ, შექმნან დაძაბულობის ის ხარისხი, რომელიც მეიდნამდე მიიყვანს და მე გაცილებით უფრო სერიოზულად ვაფასებ იმ საფრთხეებს, ვიდრე ვთქვათ იგივე უთოოდერის მოხსენებაშია. საფრთხეები არსებობს, ჩვენ ის ადამიანები, ვინც უპირისპირდება დღეს ვითომ და პოლიტიკური პოზიციიდან ქართულ ოცნებას, რეალურად ეს არიან ადამიანები, ვინც სხვა არაფერი იცის თუ არა ამ დესტაბილიზაციის ორგანიზების საკითხი. თუ ისინი დაკარგავენ ხარდაჭერას, საგარეო ხარდაჭერას, რეალურად ჩაფიქრდებიან იმაზე, რა ელით მათ. პიროვნულადაც, იმიტომ რომ ქვეყნის წინაშე პასუხისგებლობა, პატარა საქართველოს წინაშე პასუხისგებლობა, რომელიც უშველებელი გამოწვევების წინაშე დგას, გაცილებით უფრო დიდია, უფრო დამაფიქრებელია, ვიდრე ეს წუთიერი რაღაც ამაღელვებელი და ხშირ შემთხვევაში სულელური ან უტიფარი განცხადებები, რასაც ჩვენი ოპონენტებისაგან ვისმენთ. სერიოზული დაფიქრება საჭირო, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მიმართავ. არ უნდა აყვნენ ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ისინი გამოცლილი არიან წარსულის ცოდვით, გამოცლილი არიან იმ ემოციით, რომელიც უკავშირდება მასიურ დარღვევებს ადამიანის უფლებების, აღარ ჩამოვთვლი ახლა სიცოცხლის წართმევა, წამება და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი მოღალატეობრივი ნაბიჯები, რომელმაც ოკუპანტ ჩააბარა 20% ჩვენი ქვეყნისა, არის კიდე გასარჩევი და გასაანალიზებელი. აქედან გამომდინარე, რაც დრო გავა და რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო გააფთრებული იქნება შეტევა სტაბილურობაზე და ამისთვის მზად უნდა ვიყო. რა ტიპი შეიძლება იყოს ეს საფრთხეები ბატონი არჩევნებამდე? რა ტიპი შეიძლება იყოს ეს საფრთხეები? რომ ხეჩუაშვილის დაკავების ფაქტორი და შემდეგ მისი ჩვენებამაც ერთგვარად გაუმყარა ხელისუფლებას ვარაუდი, რომ შეიძლება მსგავსი პროვოკაციები. კარგია რომ შემახსენეთ ეგ თემა და კი ბატონო ეს კონკრეტული შეკითხვა, კარგია რომ შემახსენეთ, ეს თვითონ თუნდაც ეგ ფაქტი. ძალიან სუსტია პოზიცია, რომელიც რაღაც ამ ხეჩუაშვილის ჩამოსვლის თემას სხვანაირად შეფრავს. ჩვენ ვიცით წარსულიდან ვაფასებთ ადამიანების შესაძლო ქმედებას, რომელიც დღეს არიან პოლიტიკურ ველზე გაჭრილები. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გულისხმობ. ეს ადამიანები წარსულელები არიან ყველაფერზე და წასულან ყველაფერზე გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულებებზე, ვიდრე თქვათ გივით არგამაძის ლიკვიდაცია. გივით არგამაძის ლიკვიდაცია მოიტანდა გარკვეულ წინაპირობებს იმისათვის, რომ დაძაბულობა მისულიყო იმ კონდიციამდე, როგორც ეს კიევში, უკრაინაში მოხდა.
როცა ვიმეორებთ ხშირად მეედნის სცენარს, ამას საფუძველი გააჩნია. ასე რომ ადამიანი, რომელიც გადმოდის საზღვარზე, რომელიც ასახელებს გიალორდ ქიფარიძეს, ეს ის ადამიანია, გიალორდ ქიფარიძე ის ადამიანია, ვინც სააკაშვილის გადმოსვლაც დაგეგმა, რომელსაც რევოლუცია უნდა მოეწყო არჩევნების დღეს. მადლობა ღმერთს, იგი დააკავეს, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით სააკაშვილის გადმოსვლის ორგანიზების წინაპირობები, ყველამ ვიცით რა ხდებოდა ადრე, ყველამ ვიცით რაზე არიან წამსვლელები ადამიანები, რომელსაც პერსპექტივა არ აქვთ ესეთი სამართლიან არჩევნებში გამარჯვების. ომის პარტია ვერ გაიმარჯვებს საქართველოში და რეალობა ის არის, რაც მსოფლიოში ხდება, საქართველო ამას მედგრად უმკლავდება ამ გამოწვევებს და ელოდება იმ სიტუაციას, როდესაც მოლაპარაკება იქნება რეალური დღის წესრიგი და არა თქვათ დაპირისპირება და ესეთი ჩქარობენ, რომ როგორმე იქნებ ხელისუფლებაში მოხვდნენ, რომ ისე დაპირისპირებაში ჩაერთონ, სადაც მათი ფასი შეიძლება რაღაც გახდეს უფრო სარწმუნო, ვიდრე დღეს არის. დიდი მადლობა. ადამიანები. დიდი მადლობა ბატონ გია, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პასუხობდა დღის ქრონიკის კითხვებს. ჩვენ კი